დღესდღეობის მერვე საპყრობილეში პატიმრები დაუსაძლის პირობებზე საუბრობენ. მათი განცხადებით მართალია ბოლო დღეების განმავლობაში მათზე ფიზიკურ ზეწოლას აღარ ახორციელებენ, თუმცა მოძალად ზედამხედველთა და ბადრართა ნაწილი კვლავ არძელებს მუშაობას. რამდენიმე პატიმარმა პროტესტის ნიშნად ჩიმშულობაც გამოაცხადა. ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა პირი ამოიწერა. მძიმე მდგომარეობაში არიან ტუბერკულოზით დაავადებული პატიმრებიც, ისინი უყურადღებობას უჩივიან და მკურნალობას ითხოვენ. დღესდღეობის საპყრობილეში სასულიერო პირები და ჟურნალისტები იყვნენ შესული. Ფროცლად ნახეთ დღის მთავარ გამოშვებაში კადრები ციხიდან. გადაიზონაში არ შეშვებენ, აბავშვები 15 კაკალ წამალს დღეში ნევსებს გვიკეთებენ, პარაშუტებს გვასმევენ და არ მივყავართ ტოპზონაში. აქ გაუსახლის პირობებში ვიყობებით, ვატყუებენ, დღეს წაგიყვანთ, ხარ წაგიყვანთ, 2 დღეა არ ვიღებთ საჭმელს. შიმშილობთ, მეუნებია წაგიყვანთ, არ ავიღებთ. მანამდე პაიკას არა, ვსუვართ 8 კაცი, 10 კაცი დავშვით. გუშინ წაიყვანეს, ნაწილი 1 კაცი და გაგუშვებენ, სანამ ტოპზონაში არ გაგუშვებენ, ჩვენი მოთხოვნა არის ეგრეთად არ მოვხსნით ჩვენ შიმშილის, გვეკუთვნის ტუბერკულოზი. ეხლა რამდენი კაცი ხართ აქ? აქ 4 ვართ, გვერდზე 4 კაცი და იქ არის 2 კაცი. 10 კაცი წაიყვანეს, დავშვით ამდენი. მე-13 კამერაში პირი აქვს ამოკერული და გარეთ უხუში ითხოვება კიდე რომ არაფერი არ ხდება. არ ხდება გააწოდეთ გარეთ ჩვენებს. ეხლა ეს ზეწოლა კიდე გრძელდება. ყველაფერი გრძელდება. გრძელდება შიში მიდის, სამუქრებები მისისავე. ისე ვიგი. რამდენი ადამიანი შიმშილობს? ჩვენ კამერაში მე-13-ემ დაიწყო მე-10 კამერა ვარ შიმშილობ. მოწყალებისა კარი განგვიღებ. ურთხეულო ღვთისმშობელო. რათა რომელნი ესე შეგესავთ. არა დავეცნეთ. არამედ განვერნეთ. დღეს როგორც პატიმრები ამბობენ, დღეს რამოდენიმე დღეა უკვე არაფერი არ ხდება, არავის აღარ ცემენ, აღარავის ცუდად არ ექცევიან დღევანდელს, მაგრამ ყველა პატიმარი თითქმის ამტკიცებდა იმას, რომ ძალიან ცუდად ექცეოდნენ. თითქმის ეს მასობრივად ყველა პატიმარს ესე საშინად ექცეოდნენ, საშინად უსწორდებოდნენ და დღესაც რამოდენიმე პატიმარმა მგითხარო, რამოდენიმე კიდევ ის ადამიანი დარჩენილი, ვინც მათ ესე კაცად უსწორდებოდა. დღეს დავალაპარაკეთ დირექტორსაც უთხარით, რომ ეს ადამიანები სახელ და გვარები გვითხრეს ამ ბადრაგებისა, რომლებიც ოფიცრებისა, რომლებიც მათ ძალიან მწარედ ცუდად ექცეოდნენ და დღეს უკვე გითხოს ამ ადამიანს დღესვე გავანთავისუფლო და საპყრობილედან გავუშვეთ.